არ მოგწონს შენი ცხოვრება და გინდა რომ შეცვალო. ათვალიერებ მანიფესტაციების და მედიტაციების კონტენტს და ფიქრობ, რომ რაღაცა დამალულ ჭეშმარიტებას თუ მიაგნებ, შენ ცხოვრებას ეს წამიერად გამოასწორებს. სხვათა შორის ვერ ვიტყოდი რომ ცდები, მაგრამ სასწაულის პოვნა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს მოითხოვს. სასწაულის ძებნა უნდა შეწყვიტო და ბრუტალური პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ ცხოვრებაზე. ამ დროს ჩაერთვება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაოცარი მექანიზმი, რომელიც არის რწმენა. პირველი ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს არის საკუთარი თავის რწმენა და მეორე და ცოტა უფრო მისტიური არის რწმენა იმისა, რომ სამყაროში რაღაც მექანიზმები მუშაობს ისე როგორც მუშაობს. ძალიან მარტივი მაგალითი აგიხსნით, ანუ რეალურად ძალიან მარტივი კონცეფცია არის. აგიხსნით ვარჯიშის მაგალითზე. რომ დავიწყო ახლა და გავაკეთო 5000 მუცლის პრესი. ფაქტობრივად გარანტირებული არის ის, რომ ამის შედეგად ჩემი პრესის კუნთები განვითარდება. მაგრამ შედეგს მე პირველ პრესზე ვერ დავინახავ და ვერც მესამე პრესზე ვერ დავინახავ და ვერც შეიძლება მე-100 პრესზეც ვერ დავინახო. მაგრამ ფაქტად ვიცი, რომ 5000 რომ გავაკეთო, დავინახავ. ეს პრინციპი მუშაობს თითქმის ყველაფერზე. სხვა შემთხვევაში ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს ამ ყველაფრის დანახვა, იმიტომ რომ სხვა სისტემები ცოტა უფრო შეიძლება უფრო მეტად კომპლექსური იყოს, შეიძლება უფრო მეტი ცვლადი ჰქონდეს და ეს სწორხაზოვნად არ მოგვეცეს საშუალება, რომ დავინახოთ დასაწყისსა და შედეგს შორის კავშირი. აი, ეხლა აგიხსნით მაგალითად მე პირადად რაში ვიყენებ ამ მომენტში რწმენის მექანიზმს. ეს არის თუ არ ვცდები ჩემი 21 ვიდეო თუ არ ვცდები. დაახლოებით ამ ვიდეოების გადაღებაში მაქვს დახარჯული ალბათ 100-მდე საათი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ესეთი ხელშესახები შედეგი ამას შემთთვის არ მოუტანია. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მომიტანს თუ დავუშვათ და აუცილებლად დავდებ 500 ვიდეოს. ერთი მიზეზი ის არის, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდენ ხმას და ეს ფაქტად ვიცი. და მეორე არის ის, რომ ჯერა ჩემი თავის და ჯერა იმისი, რომ ამ 500 ვიდეოს განმავლობაში დავიხვეწები, ჩემი გადმოცემის უნარი დაიხვეწება, როგორ ვამონტაჟებ ვიდეოებს, დაიხვეწება, როგორ ვწერ, რა ვიცი, რაღაცა მიკროფონს ვიყიდი, კამერას ვიყიდი, როცა შემეძლება და ასე შემდეგ. და ეს დარწმუნებულობა საერთოდ არ მოდის იქიდან, რომ მე რაღაცა ძალიან ხელშესახები შედეგი დავინახე. დარწმუნებულობა მოდის იქიდან, რომ მე მწამს საკუთარი თავის და შემდეგ უკვე სამყაროში არსებული მექანიზმების, რომ ისინი იმუშავებენ ისე როგორც მუშაობენ სხვების შემთხვევაში. მოკლედ, შეჯამების სახით ვიტყვი, რომ მაშინ, როდესაც ბრუტალურ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ ცხოვრებაზე, განგვივითარდება რწმენა საკუთარ თავში და სამყაროში. ენერგიას ამ რწმენის ფონზე თუ სწორი მიმართულებით მიმართავ, შენი წარმატება ფაქტობრივად გახდება მათემატიკურად გარდაუვალი.